დილა მშვიდობისა. გამარჯობა, მოგესალმებით, მაია გამარჯობა. დღეს შენთვის საყვარელ თემაზე ვლაპარაკობთ, აბრეშუმები. აბრეშუმები და მზითები. სტუდია აბრეშუმები. სტუდიაში აბრეშუმი, ასე უნდა თქვა შენ ახლა. გავშალოთ. ასე ყველაფერი მაინც იწყება მზითებიდან. მზითები, ჩვენი მშობლების დროინდელი ამბებია. ეს ახლა ქართული ისტორიაც არის და თან იმასაც ამბობენ, რომ არ იყო ეს ქართული თემა. სადღაც მზითები? ხო, არა, შემდეგ შემოტანილი თემაა და მე-10 საუკუნიდან ფიგურირებს უკვე ქართული მზითები მთელი აღწერილობით. მე არ მეგულება ოჯახი, სადაც ეს ჩინური გადასაფარებლები არ იყო. ეს უკვე საბჭოთა პერიოდია. ყველა ოჯახში იყო, აბსოლუტურად გეთხოვა. რა წარმომავლობა აქვს? საიდან მოხვდა ეს ამ ჩვენ სახლში? ჩინური აბრეშუმია, მე ეტიკეტითაც კი მაქვს შენახული. არ ვაძლევ ეტიკეტს კი. ის თავისი. იცი რა, ვერ ვიპოვე, ვაპირებდი გუშინ, მაგრამ ვერ ვნახე. ეტიკეტითაც მაქვს შენახული, აწერიაზეთ ჩინურადაც და აწერია რუსულადაც. ესე იგი რუსეთისთვის კეთდებოდა, ჩვენთვის კეთდებოდა, კი. ამაზე იშვიათი და ამაზე ლამაზი. აბრეშუმი მე აღარ მინახავს, არ ვიცი, ძალიან ლამაზია. გადასაფარებელი. რა ფუნქცია ქონდა ამას? გადასაფარებლის. არის გრილი. მე დღემდე ვიყენებ ამას. მაგრამ თქვენ შესანიშნავად ჩასვით ეს პანოებში. ბატონო ზურაბ თქვენ. ბატონო ზურაბ. პანოებში და მაჩვენებ ახლა. იცი რა, პანოების გარდა ქართველებმა როგორც ყველაფერს მოუძებნეს ამასაც რაღაცა დანიშნულება და შვენიერი გამოსავალი მოძებნეს. გიჟდები მე ამ კოლექციაზე და რატომ გეტყვით? სუფრად არის, სუფრად ვიყენებ მე გადაღების დროს და ხშირად ნახავთ ჩვენ ვიდეოებში. მე ძალიან მელამაზება ეს ნაქარგი. და თქვენ რო იცოდეთ, ეს არის სრულიად ხელით ნაქარგი. მართლა? ეს არის მთლიანად ხელით ნამუშევარი. ბევრს გონია რომ ეს დაზგა, მაგრამ არა. ყველა რაც არის ეს ჩინური აბრეშუმი არის ხელით მოქარგული. და გადასარევია ეს კედელზე ვკიდევთ პანოება და სუფრადაც გამოდგება. მაია რა? ეს იყო ბალიშებით, გახსოვთ? ბალიშები ხონდა, ფოჩებიანი ბალიშები. ყველა არ იყო, ეს მოდელი იყო ბალიშებით. რა კაია ნახე. ძალიან. ჯერ როგორი ფერია, როგორი შეღებილია. ესეც ხელით ნაქარგია. ახლა ძალიან ძვირი გახდა უკვე ამ ტიპის ახალი ნამუშევრები რომ შეიძინო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აქედან მიაქვთ ესეთი ინფორმაციაც მოვიდა ჩემამდე, რომ საქართველოსდან ნაქარგობები ჩინეთს უკან გააქვს ახლა. კაი რა. კი. იცი რა, ამაზე ლამაზი, ძალიან ლამაზებია, ნახე რა კარგია. ეხლა მე დავიწყე ამის შეგროვება, უკვე 200-ზე მეტი მაქვს და მოუძებნე გამოსავალი, ეს ჩემი მოგონილი ამბავი არა, საბნების საკერავად, კი. ხო და რაც მთავარია ეხლა ამ საბნებში არის ის, რომ მე ბამბა მიყვარს, იცი შენ, რაც მივაგენით ასეთ ამბავს ირინასთან ერთად არის ის, რომ სპეციალისტით უნახეთ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ამაშია საქმე. ქვევიდან არის ინდური თხელი ბამბა და ზემოდან ძალიან დაგებული კი არა, მოქარგულივით არის იმ ორნამენტს მიყვება და იმიტომ არის ესეთი გამორჩეული. იმიტომ გამოდის ასეთი ბდღვიალა და კაი. ოსტატით უნახეთ, ეს უკვე დიდი მიღწევაა, იმიტომ რომ არ დარჩა. აი მე მქონდა ბები აკერინებდა ჩვენ ყველას მქონდა სახში ესეთი, მაგრამ ყველა ოჯახს მქონდა ფიზიკურად ოსტატი აღარ. არავის აღარ გაუკვირდება, ეხლა საფნებს ყველა კერავს და ბევრი კერავს, მაგრამ კერავენ მარტივი ლიანდაგებით. კი. ასე იოლად, უბრალოდ ბიაზის ნაჭერში და ამდენ შრომას არავინ არ ჩადებს. ეს ალბათ ერთ საბანზე დაახლოებით 2 კვირა მაინც დაჭირდება დარწმუნებული. ნახე რა სილამაზე. ხო და ამ ჩინურ გადასაფარებლებს განსაკუთრებით იმათ ვწყალობ, რომელსაც კონტრასტული ფერები აქვს. ნახე რა სილამაზე. ორნამენტი გამოდის ძალიან კარგი. იმიტომ რომ მე იმ საკერავად გამოდის ორნამენტი. უფ, რა კაია, სუფრებადაც მინახავს სახლებში გადაფარებული. მე სუფრად ვაფარებ, მაგრამ. მართლა? მე ესეთი მაქვს ზუსტად სუფრად. ამასწინათ ჩემმა მეგობარმა ნინო ჩაკვეტაძე მომიტანა 2 ცალი თავისი ბებიის. ძალიან ლამაზი და მთხოვა ამითიო შენ შეაკერინე საბნები შენთვისო და ნახე რა საყვარელია, იხვებია ხატია. ეგ მოდელიც მაქვს. მართლა? ყველა მოდელი მაქვს ფაქტიურად, ყველა ფერი მაქვს ამისი. ნახე რა კარგია. ლამაზი. დღემდე შემორჩა ჩვენი საბნების ტრადიცია. საბნებს დღემდე ატარენ მზითებში. დანარჩენი კი და დანარჩენი დაკარგულია. იცი რა, არ ვიცი, გინახავს საბნები რომ წაიღოს ვინმე? როგორ არა? მე წავიღე მაგალითად. აი, იხს გაჩვენებთ. აი ამასია. აღარ ხარ ახლა პატარა. ხო, მე აღარ ვარ პატარა, მაგრამ დღემდე და სხვათა შორის ქუთაისი მეაქვს ძალიან კარგად. ეხლა ქუთაისის გოგოებს მოკითხვას ვეუბნები, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მე კონტაქტებიან თქვენი საბნებზე. ეს ამას ახატაცია.
ქუთაისლებმა იცის სილამაზის ფასი. ქუთაისლებმა იციან ნამდვილად. ყველაზე ძვირფასი ჭურჭელი მიდიოდა თქვენ რომ იცოდეთ ქუთაისში. საბჭოთა პერიოდში თუ რამე ძვირფასი იყო ქუთაისში იგზავნებოდა პირველი. მაია მე ქუთაისში ოჯახები მინახავს. არსად ეგეთი არ მინახავს. თელავში და ქუთაისში. ამ ორ ქალაქშია. თელავს ვერ გეტყვი და ქუთაისი არის მადანი ზუსტად ვიცი. ძველი ნივთების წარმოუდგენელი თეთრეულები, იმ თეთრეულების იმაზე ცალკე ვილაპარაკოთ მე იმ გახამებულ თეთრეულებზე. იქ მინახავს ისეთი თეთრეულები, როგორიც არსად. კი, მაგაში მეც გეთანხმები. თელავზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ მაქვს შეხება და არ ვიცი და აი ქუთაისი საოცრება. ნახე როგორი სილამაზია. ან რა შეხამება, ან რა გაკეთებულია. აი ეს ხელით მოკარგულია ეხლა. მე არ მეგონა რომ ეს ხელით მოკარგულია. სულ ხელით ნაკარგია, მე რა უკან მხარეს გაჩვენებთ ზევით რო გვაქვს და ნახავთ თქვენ თვითონ. ეს ჩიტები და ეს ყველაფერი ხელითაა? სულ ხელით ნაკარგია. თქვენ წარმოიდგინეთ. აი ეს ქონდა პანოთ. ეს ისეთი ლამაზია კედელზე. ზუსტად ეს ქონდა კედელზე. იქ ჩვენთან. ლამაზია ძალიან. ძალიან. არსებობს უფრო უბრალო ვერსიები, არა მოჩითული, არა აი უფრო ხარისხით არც ეს ჩამოუვარდება. მაგრამ ეს უფრო ხარხნულები მგონია. იცი რა, ამაზე მოკარგულობა არაა და ისე აბრეშუმია, უბრალოდ მოკარგული არა აქვს. სრიალზეც ხომ ეტყობა რომ აბრეშუმია. კი, ძალიან. ხო და ეხლა ამას რომ გაყვება ნემსის პირი, ამ ყვავილებს სულ ამოაქარდა. ამ ყვავილებს სულ ამოწევს და ამოაფუშფუშებს. ლამაზი. მოვიკითხოთ აქედან ჩვენი ქარგველი და მქსოველი ქალები აჭარაში. აჭარის მზითევი კიდე? აჭარის მზითევი ცალკე ამბავია, მაგათმა იციან სკივრებით გატანება მზითევის. სკივრები და იმ სკივრებზე კიდე მთელი ისტორიაა. ქალები თვითონ ქსოვდნენ თავის მზითევს, კარგავდნენ თვითონ და თვითონ აგროვებდნენ. ბარში უფრო გამარტივებული იყო და აი მთის ქალები ალბათ იმიტომაც შემორჩა ეს ტრადიცია მთაში უფრო რომ თვითონ აგროვებდნენ. აი პატარა ასაკიდან კარგავდნენ და რთავდნენ და ქსოვდნენ ყველაფერს აკეთებდნენ თავიანთი ხელით. და ძალიან მომწონს კიდე სამეგრელოს ამბავი ჯაჭვს ატანდნენ კერიის ჯაჭვს. აი წარმოიდგინეთ ხო მზითევში ატანდნენ კერიის ჯაჭვს და ეს იყო სიმბოლო კერიის და სახლის. მე რაც ძალიან მომეწონა, არა ტრადიციული, ძალიან კარგია. რაც ძალიან მომეწონა ტრადიციული ამბებიდან, ოღონდ ახალი ამბებიდან, არა ძველიდან, გურიდან ჩემი ბიძაშვილი გავათხოვეთ სამეგრელოში. და რომ მოვიდნენ მეგრელები, დადგენ ჭიშკართან. მაყარი რომ მოვიდა. სანამ არ გამოვიდა ოჯახის შინაური მასპინძლები და არ შემოიპატიჟეს, არ შემოვიდნენ ეზოში. ასე იდგნენ ჭიშკართან. სხვათა შორის მაყარს მიქონდა მზითევი. ხო, მაგრამ ხო და იმასაც მოიტანეს, მასე გამახსენდა. ასე აქონდათ მეორე სართულზე კადრივით მახსოვს საბნები, ლეიბები და ლამაზიც არის, ძალიან კაი ტრადიცია. აი, ხო და ისინი რომ დაადგნენ ჭიშკართან და არ შემოვიდნენ, კარგად მახსოვს. თქვენი დამსახურებაა, რომ ეს საბნები არ დაიკარგა და იცი რა, მე მგონია რომ ამ ჩინური გადასაფარებლების ისტორია ამ საბნებით თუ გაგრძელდება თუ არა. სხვანაირად ამას არ აქვს მომავალი. იცი რა, ისტორია გაგრძელდება სანამ იქნება ოსტატები. სანამ იქნება ოსტატები. მე უკვე ისე ყველა სახში ერთი ქართული საბანი უნდა იყოს როგორც რეკვიზიტი, როგორც ჩვენი ისტორია. ხო, მაგრამ მაგას იმდენი ფუშფუში და იმდენი ამბავი ჭირდება, რომ მე მგონი რომ ყველა მაგას ვერ შეძლებს. რატომ არა? ახლა ადამიანების უმრავლესობა წევს სინდიპონში, პირდაპირი გაგებით. შენ არ შეგიძლია, მაგრამ ბევრს ხო შეუძლია. უფრო ადვილია, უფრო მარტივია. ითვლება რომ არა ალერგიულია, ითვლება რა ვიცი, მე სინდიპონი მაძლევს ალერგიას და სხვას რატო აძლევს მატყლი და დამბავებს. არ ვიცი, მე მგონი ამით დავემშვიდობოთ ამ ფერადი ოთახიდან, ფერადი გადასაფარებლებით, ფერადი ამბებით, ამ ყველა ნაჭერს, ყველა ნაკუთს თავისი ისტორია აქვს, თავისი ამბავი მოყვება და მე მიხარია რომ შემიძლია თქვენ გაგიზიაროთ ამ ამბების ნაწილი, რისი საშუალებაც მეძლევა მაიასთან ერთად. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, იმისთვის რომ ჩვენთან ხართ. ჩვენ ახლა შევიკრიბებით იმედია ნინომ სადილი მოგვიმზადა, ცოტა არ იყოს და მოგშვივდა კიდეც. ახლა ის დროებით.